სახელითა მამისა და დადისა და დასავლისა წმინდისა და ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს გიოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დიდი ხუჩაბათია, როგორი სახარება წავიკითხეთ. მთელი იმ პირველი საუკუნეების საფრთხო გამგებულებისა და ჩვენი მოდმის ადამიანთა მოდმის გამოცდის მთელი ისტორია გაცოცხლა. და ის ბოლო პერიოდი, როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად სევს გასცემს, გაჯდებიან და ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემს. ხოლო ცოტა ადრე ახარებელი წერს თუ როგორ ნელსაცხებელი სურნელოვანი ზეთის სწყო ერთმან ალმა და ამაზე როგორი დრინვა ჰქონდა. და ერთი საერთოდ იზარდა, რომ შეიძლება დაგვეყიდა და ეს გაჭირებულთათვის დაგვერიგებინა. საოცარ სიტყვას ეუბნება, იცოდეთო, სადაც და როდესაც იქალდაგება სახარება, ამ ადამიანის, ამ ქალის საქმე ყოველთვის ითქმება. და ეს ნელსაცხებელის ცხება იყო მადლიერებით, თავდაბლობით, გულშეზრული იყო ის ადამიანი, ტიროდა და ცრემლით შეუმშრალებდა, თმით შეუმშრალებდა და ნელსაცხებელს ცხებდა და ალბათ გულში სავედრებო ლოცვასაც ამბობდა. მადლიერება შეუძლია ყოველ სინანულის ცრემლი მოგვაროს ადამიანს. სხვანაირად შეუძლებელია. სადაც არის მადლიერება, მადლი ღვთისაა, ამიტომაც ცრემლი მართალი სინანულისაც იღვრება. ხოლო საიდუმლო სერობაზე კიდევ იუდამ ერთ-ერთმა მოციქულმა მოწაფემ, რომელიც ყველაფერს უფალთან ერთად ხედავდა და განიცდიდა, სასწაულოსაც კი არ ასრულებდა, მაგრამ მაინც გახდა გამსემნელი, მოღალატე, გამყიდველი, გულის გულისთვის. და საოცარია, როდესაც მოციქულები ამბობენ, რომ აი ხო შეიძლება გაგვიყიდა ეს, იუდაც ამბობს, იმიტომ რომ ქისაებარა მას და ანგარებიანი და მაცხოვარი როცა ამბობს, რომ ერთი თქვენთაგანი გამცემს, ყველა შეძრწმუნდა, ყველა გახევდა მოსმენელი ამბისა და სათითაოდ ეკითხება ყველას, ნუ თუ მე ვარ, იმიტომ რომ იციან, რომ უფალი გულთამხილავია და მისგან გაიგებენ მართალს, რომელმაც რომ ჩემ ჯამში ხელი ჩამოხოს ურით, ის არის მოცემული, მაგრამ ვერ ამჩნევენ მოციქულები. იმდენად შფოთი აქვთ მოსმენელისაგან და იუდა აი ამ ასე ვთქვათ სუფრასთან, ტრაპეზთან ჯდომი მიდის და ესე კადნიერად უცხოთები მე ხომ არა ვარ უფალი. და უფალი ეუბნება, რომ წადი და აღასრულე, რაც რო ჩაგიფიქრები. მისცემს თავის ყურს, მისცემს თავის ხორცს, მისცემს, გადის და მიდის მღვდელმთავრებთან გაცემისათვის მათთან მოსალაპარაკებლად. შემდეგ არის, როდესაც რომ გეცემანის ბაღში ლოცულობს. პეტრე მოციქული ეუბნება, რომ ვინც ჩვენთაგან არ უნდა მიგატოვოს, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ დაჯერებული იყო, დაჯერებული იყო, მას ესეთი რამ არ შეემთხვევა. და როდესაც მაცხოვარი გეცემანის ბაღში ლოცულობს, მოდის და მოციქულებს ამხნევს, რომ ჩემთან ერთად ვიყავით ხიზლად, მაგრამ ხედავს ადამიანები ზურგზე ძინა. ჩაძინებულები არიან, რადგან დაიღალ. გამოდის და დაიძინეთ, რამე თუ უკვე მოახლოვებული არის ის ჟამი, როცა რომ გამცემელი ჩემი აი უკვე მიახლოვდება. უფალს ევედრება, თუ კი არის შესაძლებელი, რომ ეს სასმისი მომარიდო,
მომარიდე, მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ, ლოპალო, იყოს ნება შენი. საოცარი ამბავი არის მოთხრობილი. სახარების აი ამ საკითხებში დღეს რომელიც მოვისმინე. გამოდიან და უკვე იუდა, რომელსაც მოღალატეობრივად უკვე მოყვანილი ყავს, მღვდელმთავრები, ადამიანები შეიარაღებულები არიან, ფიცნებით, ჯოხებით, ხელკეტებით და ეკითხება უფალი, რატომ მოხვედით ისე თითქოს ავაზაკის დასაჭერად მოხვედით. მე ყოველთვის, ყოველ დღე სინაგოგაში გადაგები, გასავიდით და არაფერი რჯულის საწინააღმდეგო არ მეთქვია და მოხვედით როგორც ავაზაკის დასაჭერად. და იუდა კიდე ეუბნება მღვდელმთავრებს, იმიტომ რომ ვერ ცნობენ ქრისტეს. ვისაც მე ამბობს უყო, ის არის ქრისტე. და აი ამ ვარად გასცემს თავის მოძღვარს. და რამდენად 30 ვერცხლად. წინა მამები ამბობენ, რომ რა უნდა იყოს ამაზე უფრო შემზარავი და ამაზე უფრო დიდი დაცემა, ვიდრე იუდამ გააკეთა. ფულის სიყვარულის გამო გახიდა თავისი მოძღვარი მერტკაცი და ამ ანგარების კერპი, ანუ სიყვარული არის ყველაზე უფრო დაუძინებელი და მძვინვარე, დაუნდობელი. მან არ იცის არც მოძღვარი, არც ღმერთი, არც ახლობელი, არც შვილი, ნათესავი, ფულის გულისთვის ყველაფერს გააკეთებს. ოღონდ კი აი ეს თავისი სურვილი აღისრულოს. და გაამხავს და როდესაც რომ ხელს დაასხავენ დაიჭერენ, იქ მიიყვანენ მღვდელმთავრის სახლში. პეტრეც მიხვდა და ციოდა იმ დროს და პეტრე კოცონთან დაждდება, რომ გათვეს. და ერთ-ერთი იქ მყოფი ეუბნება, რომ შენ სამათაგანი ხარ. იმიტომ რომ სამოსების განხილვებს და შენი სიტყვაც ლაპარაკებს. უარყოფს პეტრე. მერე კიდევ ორჯერ გითხავენ და სამჯერ უარყოფს. და როგორც კი სამჯერ უარყოფს პეტრე ქრისტეს, მამალიც იღივლებს და გაახსენდება უფლის ნათქვამი და ატირდება მწარით. ბევრჯერ მსმენია თითქოს ესე რაღაცა მოშურნეობით ართმანს დადებს ადამიანი თისინაშე. ამას აღარ ვიზავ, იმას აღარ ვიზავ, მაგრამ ხშირად არგოს. აი ვინც ესეთად იქცევა, გაახსენდეს პეტრე, რომელმაც ქათმის ყივილით ემხილა თავისი აი ესეთი თავმოწონებით ნათქვამი სიტყვა, თითქოს მიცემული პირობა და გადმოცემა ამბობს, რომ პეტრე ყოველი მამლის ყივილზე ცხარეცრებით ტიროდა. ანუ როგორი იყო სინანული და გატეხილი სიტყვის, თითქოს დაფიცებული ერთგულების და როგორი იყო აი ეს ცრემლით მონანიება მთელი ცხოვრების განმავლობაში. დღეს საიდუმლო სერების ხსენება არის და დღეს საიდუმლო სერობაზე მაცხოვარმა ფეხები დამარხა თავის მოციქულებს და ამით აჩვენა თავდადებული უმაღლესი ნიმუში აღარით. და ამით მხოლოდ მოციქულებს არ აჩვენა ჩვენ. მხოლოდ თავდადებული შეიძლება მადლი ღვთისა მიიღოს ადამიანმა, რადგანაც თავდადებული ადამიანი მადლიერია ყოველთვის. და ღმერთს ვთხოვთ აი ამ მარხვის დასასრულს. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენი შრომა სულიერი თუ ფიზიკური შეიწიროს და მოგმარლოს მადლი ღვთისა და თავდადულმა ღვთით, იმიტომ რომ მოჩვენებითიც არის. და ღმერთს ვედრებით, რომ აი მოახლოებული დიდი დღესასწაული ადამიანთან მოდმის გამოხსნის აღდგომის დღესასწაული და სიხარული ყოველთვის იყოს ცოცხლად ჩვენს გულებში და გონებაში.
და რომ მხოლოდ დღესასწაულიდან დღესასწაულამდე არ იყოს ამ დიდი დღესასწაულის აღნიშვნა და განცდა ამ სიხარულის. მერცხოთ რომ ეს დაუსრულებლად დაულევნელად იყოს ჩვენს გულში და რომანაში. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღეისთვის. ღმერთს ვთხოვთ რომ მოგცეს მლავი, მოგცეს თავდარულობა და მოგცეს შემართება ძალა და ყოველთვის ყველგან მსახურობდეთ ღმერთს. დღეს მსახურებას დავიწყებთ საღამოს 4 საათზე 5:04-დან 5:09 და ხვალ დილას იქნება სამეუფლო ჟამები და ხვალ დილასაც იქნება ამ ტაძარში საყოფა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ ჩვენთან არს ღმერთი.